ნიკამელია დააკავეს, ის ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. პოლიტიკოსი გვიანღამით ადვოკატებმა მოინახულეს. მელია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ჩასვეს იმ ცნობილ მარშრუტებში, აი შავ ფარდებიანი როა ხალხს ოცემენ. პერიოდულად რეკავდნენ, ანუ რაც განეუბნებოდნენ რომ ჩამიგდე ვიდეო, უღებდნენ ნიკას და ვიდეოს უყრიდნენ. Salsახად სახეზია პირის განზრახ უკანონო დაკავება, სახეზია სამსახურო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ეს არის სამოხელეო დანაშაული. ნიკამელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო დღეს სასამართლო პროცესი ჰქონდა ჩანიშნული. პოლიტიკოსს სავარაუდოდ დააკავებდნენ. მელია აღნიშნულ პროცესზე მისვლას არ აპირებდა. სხდომა დღეს 14 საათზე გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სენატორი დეინსი საქართველოშია. საელჩო წერს, რომ სენატორი ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების გაჟღერებას გეგმავს. 290 ტონა ქაღალდის დაქუცმაცებისთვის შემოსავლების სამსახური 145,000-იან ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყება და 4 ივნისს დასრულდება.